კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. ამდით საეკლესიო დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი ნაწილიც მსოფლიოს საპატრიარქო ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალექსანდრისა და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიებიც აღნიშნავენ. მილიონობით ადამიანი ჩავიდა ბეთლემში. როგორ აღინიშნება მსოფლიოს ქალაქებში ქრისტეს შობა, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ქრისტეს შობის ტაძარში ბეთლემში ასობით ადამიანი შეიკრიბა. სადღესასწაულოდ ქრისტეს შობის ადგილას მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი ადამიანი ჩავიდა. ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს მართლმადიდებლური ეკლესიების უდიდესი ნაწილი მსოფლიოს საპატრიარქო ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიები, კათოლიკეები და პროტესტანტები აღნიშნავენ. ათასობით ადამიანი ჩავიდა ვატიკანში. ცუდი ამინდის მიუხედავად წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე შეიკრიბა. საშობაო მესა წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტე მე-16-მ გამართა. ტრადიციულად მან თავისი კაბინეტის სარკმელში მშვიდობის სანთელიც დაანთო. ჩვენ დღეს ვლოცულობთ მათთვის, ვინც შობა სიღარიბეში, გაჭირვებაში, ემიგრაციაში ხვდება, ღმერთმა თავისი წყალობა მოუვლინოს მათ. ჩვენ ყველა ვიყავთ კურთხეული იმ მადლით, რომელიც უფალმა ქრისტეს შობით მოგვანიჭა. დიდ ბრიტანეთში სამეფო ოჯახის წევრები შობის აღსანიშნავად დედოფალ ელისაბედ მეორის მამულში შეიკრიბნენ. დღესასწაული მათ წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს. მათთან ერთად არ იყო პრინცი ფილიპი, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება. შობას აღნიშნავენ საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული დედაქალაქის მერმა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძრის მრევლს მიულოცა. გიგი უგულავა სიტყვითაც გამოვიდა და ტაძარში შეკრებილ ხალხს მიმართა. საზეიმო წირვალოცვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. დღეს კი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო კონცერტია დაგეგმილი. მე მინდა მიულოცო ყველა იმ ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არიან ჩვენი თანამოქალაქე კათოლიკები, ლუთერანები, ბაპტისტები და ბევრი სხვა ჩვენი თანამოქალაქე. მინდა მათ წარმატება და საქრისტიანოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მთელი გულით და სულით მიულოცო. ასევე მინდა მიულოცო ყველა იმ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, იმ ეკლესიების მრევლს, რომლებიც ასევე დღეს აღნიშნავენ. ესენი არიან ალექსანდრიის ეკლესია, ეს არის მსოფლიოს საპატრიარქო, ეს არის ძალიან ბევრი მართლმადიდებლური ეკლესია და ნაწილი, მათაც მინდა მიულოცო და საბოლოო ჯამში ქრისტეს შობა არის ყველაზე სიმბოლური, ესე ვთქვათ, დღესასწაული თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში და ამავდროულად ქრისტეს შობა არის დასაბამი ახალი ერის, მთელი ქრისტიანული და ევროპული კულტურის და სწორედ ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო ასეთი დიდი რუდუნებით აღნიშნავს ხოლმე ამ დღესასწაულს და თბილისიც სწორედ არ არის გამონაკლისი. ყველა ვის ზეიმოს ქრისტეს შობას დღეს, ყველასთვის იყო ჩემი მილოცვა მთელი კათოლიკური ეკლესიის სახელით. დღეს არის დიდი დღესასწაული. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ყველაზე დიდი განცხადება, ვინაიდან დღეიდან ჩვენ შევიძლია ვნახოთ, ვუყუროთ ადამიანების სახეს ღმერთში და შევიძლია ვუყუროთ ღმერთის სახე ადამიანებში. და ეს არის ყველაზე დიდი განცხადება. ყოველი ადამიანი არის ძვირფასი, ვინაიდან ღმერთმა განკაცდა ჩვენი ქსნისათვის. გილოცავთ. შობას სასწაულების გარეშე არ ჩაუვლია. ინდონეზიაში სახლში გოგონა დაბრუნდა, რომელიც 7 წლის წინ ცუნამისას დაიკარგა. გოგონა მეზობლებმა იპოვეს, მას საკუთარი ვინაობა არ ახსოვდა და მხოლოდ ბაბუის სახელს იხსენებდა. მომხდარი მედიამ უკვე შობის საოცრებად შეაფასა.